ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ვიზიარიმ დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დონეცკის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ვიზიარის გადაწყვეტილებით 2013 წლის 23 აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან დამატებითი რეისები შესრულდება დონეცკის და ვარშავის მიმართულებით. Aviakompania ვიზიარი საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წლის 27 სექტემბრიდან ოპერირებს. ამჟამად იგი ასრულებს რეგულარულ ავიარეისებს კიევის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. პრესკონფერენცია, რომელიც დონეცკში გაიმართა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე და საქართველოს კონსული უკრაინაში ზურაბ კვაჭაძე ესწრებოდნენ. დონეცკი და ქუთაისი არის დაძაბული ქალაქები და ამ რეისმა კიდევ უფრო დაახლოება ჩვენი ხალხი ფირმები ერთმანეთს. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ რეისის ამხელით ჩვენ ძალიან დიდი მესაყარეთ, რომ გაიზრდება ტურისტების ნაკადი საქართველოში. ამასთანავე ეს არის ძალიან დიდი შეღავათი ჩვენი ქართული დიასპორისათვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინის აღმოსავლეთში. მათთვის ბიუჯეტური ავიაკომპანიას ითვალისწინებს საკმაოდ შეღავათიან ბილეთებზე და დარწმუნებულია, რომ ცოტა ხანში რეისი ამუშავდება სრული დატვირთვით და ქართულ ჩვენს თანამემამულეს, რომლებიც ცხოვრობენ აღმოსავლეთ უკრაინაში, მიეცემს საშუალება იმისათვის საქართველოში ყოველგვარ შეფეთქების გარეშე. ქეთევან ალექსიძის თქმით, ავიაკომპანია ვიზიარის გააქტიურებამ საქართველოს ავიაბაზარზე სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების დაინტერესებას. დღეს შესრულდა პირველი რეისი დონეცკის მიმართულებით კომპანია ვიზიარის მიერ. ეს არის კომპანია ვიზიარის მიერ განხორციელებული უკვე ახალი მეორე მიმართულება, პირველი გახლავთ კიევის მიმართულებით. ქუთაისის აეროპორტში ჩვენ ხედავთ ძალიან დიდ მგზავრთნაკადის ზრდას, გამომდინარე იქიდან, რომ კიევის რეისი დაიწყო სამჯერადი რეისით კვირაში და გადავიდა ყოველდღიურზე. დონეცკიც იწყებს კვირაში ორჯერ და შემდგომ უკვე ველოდებით ასევე ზრდას. ძალიან დიდი მოთხოვნა არის ამ მიმართულებაზე უკვე დღეს და ვფიქრობ, რომ სუმალე კიდევ ერთი რეისიც დაემატება. ასევე ხვალ ჩვენ ვამატებთ კიდევ ერთ ახალ რეისს ვარშავის მიმართულებით და საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დღევანდელი რეისი შესრულდა კომპანია ვიზიარის მიერ სწორედ ახალი თვითმფრინავით, რომელიც 2013 წელს არის გამოშვებული. რაც შეეხება ბილეთების ფასებს, ალბათ ესეც ძალიან საინტერესო საკითხი არის. ზოგადად ავიაკომპანია დაბალბიუჯეტიანი, შესაბამისად მისი ავიაბილეთები არის ხელმისაწვდომი და ბილეთების ფასი დაახლოებით 30-35 ევროდან იწყება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შეიძენთ თქვენ ბილეთს, რა მონაკვეთში, რამდენი ხნით ადრე და ასე შემდეგ. Важно отметить, что აღსანიშნავია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეისი ჩვენთვის, როგორც რეგიონისთვის. როგორც თქვენ იცით, ქუთაისი და დონეცკი დაძმობილებული ქალაქები არიან და ასევე აქ ცხოვრობს ქართველების დიდი დიასპორა. და იმედი მაქვს, რომ დონბასის მცხოვრებლები, რომელთაც უყვართ ტურიზმი, რეგულარული რეისით საშუალება ექნებათ ესტუმრონ ამ შესანიშნავ მხარეს და ბოლომდე აღმოაჩინოს საქართველოს პოტენციალი. ხოლო ქუთაისელთათვის და სრულიად საქართველოსთვის შესანიშნავი საშუალებაა აღმოაჩინონ უკრაინის როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი პოტენციალი. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. პერსპექტივაში კი ვფიქრობთ ფრენების სიხშირის გაზრდას. გზავრები ავიაკომპანიის მომსახურებით კმაყოფილები არიან, მათივე თქმით ქუთაისიდან დონეცკის მიმართულებით ხშირად იმგზავრებენ. მე თბილისელი, მაგრამ კომფორტულია მაინც ქუთაისთან. ამაი პრობლემა არ არის. მე დონეცკში ვცხოვრობ და აცი ჩემთვის უკეთესია, რომ ქუთაისიდან ახლო მეზუგდიდში ვცხოვრობ და ჩემთვის ძალიან კარგი არის. ჩემთვის კი არა, ყველა დასავლეთში ვინ ცხოვრობს, ყველას აწყობს ეს. ჩვენიერია თვითმფრინავით, მგზავრობაც, კომფორტიც ძალიან კარგია. უკვე მესამედ მგზავრობ ქუთაისიდან და რავის, კმაყოფილი ვარ. კარგი იყო ყველაფერი, გემრიელად, კომფორტულად გზნობდით თავს. კიდევ იმგზავრებ? აუცილებლად.